ჩვენ მზად ვართ უზრუნველყოთ პრეზიდენტი ტრამპი ნებისმიერი საშუალებით, რაც მას სჭირდება მოლაპარაკებათა მაგიდასთან რუსეთის საბოლოოდ მიყვანისთვის. პრეზიდენტი ტრამპი ხელშესახებ დროს უთმობს უკრაინაში სისხლის ზღვრის დასრულებას, მაგრამ ჩანს, რომ ვლადიმერ პუტინი მშვიდობის მიღწევაზე მეტად ომის გაგრძელებითაა დაინტერესებული. There are very few causes that will take 41 Republicans and 41 ძალიან ცოტა მიზეზი არსებობს იმისა, რომ 41 რესპუბლიკელი და 41 დემოკრატი ერთ კანონპროექტში მოახედო. დღეს ასე აღარ ხდება. უკრაინის საკითხი კი ამას ახერხებს. როგორც პრეზიდენტ ზელენსკის უთხარით არსებობს ძლიერი ორპარტიული მხარდაჭერა, რადგან ამერიკა ხედავს არამხოლოდ შეურაცხყოფას პრეზიდენტი პუტინის მხრიდან, არამედ ქვეყნის ეროვნულ ინტერესსაც. პუტინი განაგრძობს სვლას, თუ მას უკრაინაში არ შევაჩერებთ. შემდეგ კი მოგვიწევს ჯარების იმ ტერიტორიებზე შეყვანა, რომელზეც ჩვენი შეთანხმებები გვალდებულებს. put troops on the ground by virtue of our treaty obligations. I think the Senate is fed up with Putin. The American ვფიქრობ, სენატს ყელში ამოუვიდა პუტინი. ამერიკელი ხალხი ხედავს პუტინში შეურაცხყოფას. მეორე მხრივ ხედავენ, რომ უკრაინა ცდილობს. პრეზიდენტმა ტრამპმა ეს სხვაობა ძალიან მკაფიო გახადა. ასე რომ სენატი და წარმომადგენელთა პალატა მომდევნო ორ კვირაში წინ წაწევს სასანქციო კანონპროექტს, რომელიც გამანადგურებელია. იდეა იმის თაობაზე თითქოს არ აქვს მნიშვნელობა თუ როგორ დასრულდება ეს ომი, უდიდესი შეცდომაა. ჩინეთი მიიღებს ამას სისუსტედ. შემდეგ მოდის ტაივანი, ირანი, რომელიც უფრო პროვოკაციული გახდება. ამ ომის სწორი გზით დასრულება მსოფლიოს უფრო უსაფრთხო ადგილად გახდის. თუ ამ ომს ისე დავასრულებთ, როგორც ავღანეთში, მსოფლიოს პირდაპირ ცეცხლში ჩავაგდებთ. If you end it in a way like we did with Afghanistan, you're setting the world on fire.